მეგობრებო, მოგესალმებით. ზაზახატიაშვილი ესწრებით დღეს შეკრებას, რომელიც მიეწონა ბავშვებისთვის წამლის მოთხოვნას, რომელსაც იგნორებას უკეთებს საქართველოს ხელისუფლება და უბრალოდ დაუბრუნებულმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნაცვალთელისა, რომ მოიგონდა ბავშვებს მისცეს წამალი, პოლიცია გააყენა მთლიანად სამმართველო ფაქტი. პოლიცია იცავენ მშობლებისაგან თავრობის სასახლეს, რომლებიც ითხოვენ წამალს, რომ ბავშვები სიცოცხლე გაახარჯონ. აი ეს არის სამმართველო ფაქტი. აი ეს არის ივანიშვილის რეჟიმი. გაიხაროს ყველა კიდევ. ვინც თვითონ არის ჩარი ჩხარ სტუდენტებთან და ამდენი საზოგადოება გვერდში დაუდგა. თითოეულ ადამიანს მადლობას ვუხდი ხალხო. გაიხარო. მოგესალმებით, შემოწმილო ხალხო. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა აქ მოგზაურობისთვის, თქვენი აქტივობა არის თითოეული ჩვენსაგანისათვის, თითოეული ქართველისათვის დიდი შემოძახილი. თითოეული ქართველის ხმა დღეს ერთ რამაზეა მომართული, რომ მივცეთ ბავშვებს წამალი! მივცეთ ბავშვებს წამალი! შემოწმილო ხალხო, მეგონი პატივცემულო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით. მე გახლავართ ზაზახატიაშვილი, უფლებადამცველი და წარმოგიდგენთ ჩემს ავტორო გადაცემას არასამართლიანი სასამართლო. პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს პირველად მე მინდა გავცდე ჩემი გადაცემის ფორმატს. რამოდენიმე წუთის წინ თქვენ ნახეთ კადრები, რომელშიც პირადად მე მონაწილეობდი და ეს იყო მსვლელობა რუსთაველის მეტროდან მთავრობის კანცელარიამდე, რომელიც ეძღვნებოდა დიუშენი დაავადებული ბავშვებისათვის წამლის მისვემის მსვლელობას. მოთხოვნა იყო მიეცით წამალი ბავშვებს. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო დღეები საქართველოს უახლეს ისტორიაში. ბავშვებს არ აძლევენ წამალს იმ ბავშვებს, რომლებიც ყოველდღიურად ელოდებიან ხელისუფლების დახმარებას. მე მრჩება სთაბეჭდილება, რომ ვინაიდან მათ არ შეუძლიათ 1500, 2000, 10000 ხმა მოუტანონ ქართულ ოცნებას, ისინი რჩებიან ყოველგვარი დახმარების გარეშე. მსოფლიოში აპრობირებული მედიკამენტები, რომლებიც ემსახურება დიუშენი დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სასიცოცხლო იმპულსის მიცემას, არ შემოდის საქართველოში. არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ეს წამლები არ შემოდის საქართველოში. 30 დღეზე მეტია დიუშენი დაავადებული ბავშვების მშობლები, დედები, მამები, ბებიები, პაპები, ძმები, დები, მეზობლები, მეგობრები დგენან მთავრობის კანცელარიის წინ და ითხოვენ დახმარებას. არაადეკვატური იყო, ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ 50 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან ვერ გამოყოფენ, იმიტომ რომ ხალხის ფულია და თურმე ხალხს უნდა გკითხონ. მე მინდა ვკითხო პრემიერ-მინისტრს. რამოდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ფეხბურთზე და თქვა, რომ საქართველოსშიო ძალიანო დაძაბული ჩემპიონატია ფეხბურთში, ხან რომელი გუნდი ხდება ჩემპიონი, ხან რომელი, მაგრამ ვერც ერთი გუნდი ვერც ევროპის ლიგაზე გადის, ვერც ჩემპიონთა ლიგაზე და ვერც კონფერენც ლიგაზეო. მაშინ ვეუბნები პრემიერ-მინისტრს 300 მილიონი ლარი, რომ გამოიყო ფეხბურთის განვითარებისთვის. ხალხიდან თქვენ გქონდათ თანხმობა? რატომ გამოიყო ეს ფული? იმიტომ რომ ფეხბურთი არის პოპულარული სპორტი და ქართულმა ოცნებამ სავარაუდოდ იფიქრა, რომ მიიღებდა დივიდენდს არჩევნების დროს. ვინაიდან ჩემი აზრია ასეთი სუბიექტური და ალბათ ბევრი ადამიანი დამეთანხმება, დიუშენი დაავადებულ ბავშვებს არ აქვთ რესურსი, რომ ქართულ ოცნებას დაეხმარონ, 30 დღეზე მეტია მათ მშობლებს
და ახლობლებს უწევთ სიცივეში, ქარში, წვიმაში, ყინვაში დგომა, რომ თავიანთ შვილებს, შვილიშვილებს, მეზობლებს, დიშვილებს, მიშვილებს დაეხმარონ და საქართველოს ხელისუფლებამდე მიაღწიონ ხვა. ძალიან ამაღელვებელი იყო ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ჩატარებული აქცია. ბავშვებმა შეძლეს 48 საათში დაახლოებით 2 მილიონი ლარის მობილიზება. ეს იყო ნათელი სიგნალი ხელისუფლებისადმი, რომ თუ არ მოხდება დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდაჭერა, თუ არ მოხდება იმ წამლების და მედიკამენტების შეძენა, რომელიც აუცილებელია ყოველდღიურად მათი სიცოცხლესა და ჯანმრთელობისათვის, საქართველოს ხელისუფლებას ელოდება უდიდესი რისხვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და ეს რისხვა გამოიხატება იმაში, რომ არც ერთი ადამიანი, ვინც მხარს უჭერდა ქართულ ოცნებას, ჩემი აზრით, ვალდებული იქნება, რომ ქართულ ოცნებამ მხარი აღარ დაუჭიროს, თუ ხელისუფლება არ ზრუნავს ბავშვების სიცოცხლეზე, თუ ხელისუფლება არ დგას ბავშვების გვერდით, თუ ხელისუფლება არ ფიქრობს იმას, რომ პირველ რიგში ბიუჯეტი უნდა მოხმარდეს ბავშვების ჯანმრთელობას, ბავშვების სიცოცხლეს, ბავშვების სწორ აღზრდას, ბავშვების განვითარებას, იმ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს მანდატი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვიწვიეთ ერთ-ერთი დიუშენით დაავადებული ბავშვის ბებია ქალბატონი აზა თავაძე. ქალბატონი აზა თავაძე 30 დღის განმავლობაში დგას ქარში, წვიმაში, ყინვაში და ითხოვს საქართველოს ხელისუფლებიდან იმ მედიკამენტის შემოტანას საქართველოში, რომელიც არის აპრობირებული ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ქალბატონი აზა და მასთან გვერდში მყოფი სხვა მშობლები სვავენ კითხვას, რით განსხვავდება ამერიკელი და ევროპელი ბავშვი ქართველი ბავშვისაგან? თუ მათ უნდა ჰქონდეთ ეს წამალი, რატომ არ შეიძლება ჰქონდეს ეს წამალი ქართველ ბავშვებს? ქალბატონო აზა, დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ დიდი ემოციით, დიდი პატივისცემით ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ დიუშენით დაავადებულ ბავშვებს უნდა დაეხმაროს. ქალბატონო აზა, თხოვთ ისაუბროთ აი თქვენ ისტორიაზე, როგორც ვიცი, თქვენი შვილიშვილი არის 8 წლის და მას ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ უწევს თქვენ შვილიშვილს. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ დიდ შვებას ბავშვი ამ წამლისაგან ვერ მიიღებს. თქვენ იცით უკვე ევროპული გამოცდილება, ამერიკული გამოცდილება და გთხოვთ პირდაპირ ეთერიდან აუხსნათ სამოქალაქო საზოგადოებას, რატომ არის აუცილებელი ამ წამლის შემოტანა და რატომ არის აუცილებელი ამ წამლის მიღება დიუშენით დაავადებული ბავშვებისათვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა, რომ მომიწვიეთ და საშუალება მომეცა თქვენი ეთერით გადამეცა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ჩვენი ტკივილი. ჩვენი ბავშვები სამწუხაროდ მხოლოდ ფიზიკურად ნადგურდებიან, თორემ ინტელექტუალურად არიან ძალიან კარგი ბავშვები. ისინი არაფრით არ განსხვავდებიან სხვა ბავშვებისგან, რომლებიც არ განსხვავდებიან კი არა, მეტიც არიან, მე ვნახე მათი გამოსვლა შაბათს. არიან აქტიურები, მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობას უნადგურებს ეს დაავადება და გჭირდება ამიტომ გადარჩენა, გჭირდება ეს მედიკამენტები, რომლებსაც ახლა უარყოფენ და აშავებენ ჩვენი ხელისუფლება და არც კი შევხვდა ემპათიაც არ გამოხატა თუნდაც კობახიძემ იმის შემდეგ, რაც ვთხოვეთ, რომ ჩვენ ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრების მიუხედავად რამოდენიმე შეხვედრა ჰქონდა ჯანდაცვის მინისტრთან, მაგრამ შეხვედრა მიმდინარეობდა მხოლოდ შეხვედრის გამო და მეტი არაფერი, კმედითი ნაბიჯები არ მიმდინარეობდა და არაფერს გვთავაზობდა. და ამის შემდეგ ვთხოვეთ ჩვენ ბატონ კობახიძეს, რომ შევხვდით ჩვენ დაგველაპარაკეთ, ჩვენ გაგაცნოთ პირადად რა გვჭირს, რა უბედურებაშიც ვიმყოფებით ჩვენ მშობლები და რატომ გვჭირდება ეს მედიკამენტები. მედიკამენტები, რომლებიც მათ 18 წელია უკვე და ამტკიცა, რომ კარგი შედეგი აქვს და თუ კი ამერიკელი ბავშვები ამას იღებენ, თუ კი ევროპელი ბავშვები იღებენ, ჩვენი ბავშვების უფლებები ამ დროს სად არის? რატომ არის შეზღუდული?
მაგრამ არინება და არც იმიტომ რომ ხნების მოტან არ შეუძლია. ამის შემდეგ ჩვენ გადავედით ასეთ საპროტესტო აქციებზე, თორემ ჩვენ ძალიან მშვიდად ვითხოვდით 2 წლის განმავლობაში და ეს 2 წელი გახლდათ ისე შვიდად გატყუებდნენ 2 წელი. ხო, ასე ვთქვათ, შვიდად გვატყულებდნენ, არც პირდებოდა არაფერს ყოველ შემთხვევაში შეხვედრებიდან, ყოველ შეხვედრის შემდეგ შეხვედრაზე მიმდინარეობდა მხოლოდ განხილვა. და თითქოს ავიწყდებოდა შეხვედრიდან შეხვედრამდე რას ვითხოვდით, იგივეს ვიმეორებდით, ასე შემდეგ და მივედით, ეხლა სადამდეც ვართ, ერთი თვეა ღამეს ვათებთ ქარში, წვიმაში, ეს მშობელია და ჩვენ ავიდან მშობლები და ბებიები და ბაბუები ამას, მაგრამ ამას ვერ ხედავენ, დაბრმავდნენ რატომღაც, რომ რისთვის ვაკეთებთ. მათი შვილი რომ იყოს. რა თქმა უნდა. ამას ალბათ ჩვენ ვერ გავიგებდით, მილიონებს ისე გადარიცხავდნენ და შემოუტანდნენ თავის შვილებს, ხო? და სხვისი შვილები, სხვისი ჭირიღობის ჭხირად მიიჩნევა ჩვენი მდგომარეობა, აქედან უყურებენ. ეს ბავშვები თუ დაიხოცება, თუ არ გადარჩება, არ ანაღვრებთ ამ ხელისუფლებას. ჩვენ საპატრიარქოშიც ჰქონდა შეხვედრა, ვითხოვეთ იქაც დახმარება, შუამდგომლობა და ველოდებით ჩვენი პატრიარქიდან უწმინდესიდან რომ რაღაც შედეგამდე მაინც მივალთ და მოლაპარაკებამდე მაინც ვიშვამდგომლებს და სხვა კუთხით დაანახებს, რომ ეს ბავშვები არ უნდა დაიხოცონ მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან დიდი ფული ღირს ეს წამალი. წამლები არის 5 წელია უკვე ბაზარზე რაც გამოჩნდა და იღებენ ამას ბავშვები და აქვთ კარგი შედეგი. ამ დროს უკვე ქართველი ბავშვებიც არიან ჩაბმული ამ მედიკამენტების მიღებაში. როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, ვინც მოხვდა, გაუმართლა, წავიდა ქვეყნიდან, ის ქვეყნები უზრუნველყოფენ ჩვენი დიუშენის ბავშვების გადარჩენას და აძლევენ ამ ძვირადღირებულ წამლებს, სხვა ქვეყანა უფინანსებს. და თუ ჩვენმა ქვეყანამ ასე გაცილდა, რომ 100 ბავშვამდეც არ არის, თქვა 80 ბავშვი არის ძირითადად, ვისაც ეს ჭირდება და ყველას არ ჭირდება ერთი და იგივე მედიკამენტი, სხვადასხვა ფასიანი და სხვადასხვა მედიკამენტი. მაქსიმუმ 50 მილიონი ლარია ხო საჭირო? ეხლა ვთქვათ ესე უხეშად. კი, მაქსიმუმ, მაგრამ იქაც არის მე რაღაც შეღავათები, ძალიან კარგი შეღავათები აქვს იმ კომპანიებს შემოსათავაზებელი, რომელსაც ელოდებიან, რომ დაოძახებენ, დასწრებიან მაგიდასთან და გადაწყვეტენ და არ იქნება ასეთი. როგორც ვიცი, განვალდებითაც შეუძლია. ყველა საშუალებას იძლევიან, რომ ბავშვებისთვის შემოიტანოს სახელმწიფო ეს მედიკამენტები, თუმცა ამ კომპანიებს ეხლა უწოდეს, რომ ეს არის მაფია. მშობლებთან შეკრული მაფია და რაღაც ალბათ 3 ლარი ღირს და 3 მილიონი ატყილიან ისინი ამ წამლებს. რა თქმა უნდა, კომპანიები მაინც მგონი ბავშვებს არ გაუბრაზდებიან და თუ კი იქნება შეთავაზება და მოვა ჩვენი ხელისუფლება გონზე, რომ ეს აუცილებლად უნდა დადგეს ეს დღე, დაუჯდებიან და მოელაპარაკებიან მიუხედავად იმისა, რომ არ არის კარგი მიმართვა ეს და არ გაუბრაზდებიან ბავშვებს. მედიკამენტი არის 4, როგორც ვიცი და დაზუსტებული არის უკვე, რომელსაც იღებენ ბავშვები და მუშაობა რომ მიდის, ჩვენ იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ ძალიან კარგ მედიკამენტებზე მიდის კიდევ მუშაობა, რომელიც აბსოლუტურად აღადგენს კუნთს. მაგრამ ამას ჩვენ არ ვითხოვთ, იმიტომ რომ ჯერ არ აქვს გავლილი ის ფაზები, რომ შემოვიდეს ბაზარზე და იყოს ხელმისაწვდომი. რაც აპრობირებულია და უკეთდება ამერიკელ ბავშვებს და ევროპელ. რაც უკვე მოქმედებაში არის, რაც უკვე ისრაელში არის, იაპონიაში არის, საუდის არაბეთში არის, დუბაიში არის, რუსეთში არის, იტალიაში, გერმანიაში, ჩვენ აი ამას ვითხოვთ. და გენური თერაპია რომელიც ჭირდება სულ 15 ბავშვამდე საქართველოში და ყველაზე ძვირადღირებული არის ეს. მაგრამ ბავშვების რაოდენობაც არის მცირე, რომელსაც ეს ესაჭიროება გენური თერაპია, ეგრეთ წოდებული ელევიდისი. და მათ შორის არის ჩემი შვილიშვილი, რომელსაც ერთ-ერთი პრეპარატი მოთხიდან ესაჭიროება გენური. და არ არიან ეს ბავშვებიც
რაღაც მრავალრიცხოვანი და შესაძლებელია ნამდვილად აქვს საქართველოს ამის რესურსი და ბევრი ისეთ რამეში ხარჯავს ჩვენი ხელისუფლება ამ თანხებს რომ ჩვენ არც ვიცით რაში იხარჯება ბოლომდე და რაც ვიცით ისიც არ არის ჩვენთვის დიდად სასარგებლო და როცა გააკეთა განცხადება რომ ხალხის ფულს მე ვერ დამხარჯავ, იმიტომ რომ რაც გვეტყვის ხალხი რომ ბავშვები გადავარჩინოთ, ხალხმა 2 საათში დაუმტკიცა რომ ეს ბავშვები უნდა გადარჩეს და თითოეული ლარისთვის დიდი მადლობა იმ ადამიანებს და დიდი მადლობა სტუდენტებს რომ ასეთი გვერდით დგომა, თანადგომა, სიყვარული დაგვანახა. აი აქ არ არის თავარი რამდენი შემოვიდა. აქ თავარია რამდენმა მიიტანა გულთან და რამდენმა იგრძნო ამ ბავშვების ტკივილი და ჩვენი ტკივილი. აი ეს არის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რომ საქართველოში ეს არასოდეს გაწყდება, იქნება ყოველთვის ქართველი ადამიანის ხასიათში გვერდით დგომა, ერთმანეთის გასაჭირის გატანა და ეს დაანახა საზოგადოებამ. ჩვენს ხელისუფლებას თუ თვალები გახელილი აქვს და დანახვა უნდათ რამესი, მე მგონი ამაზე დიდი შედეგი არ არსებობს 2 მილიონამდე 2 დღე-ნახევარში აიკრიბა იმ საქართველოში, სადაც ბავშვები შიმშილობენ, ბევრი ბავშვი შიმშილობს და ბევრს შეიძლება ის 1 ლარი ქონდა და ჩარიცხა მაინც და უღრმესი მადლობა მათ. ასე რომ წამლებზე დავბრუნდები ისე მედიკამენტი, რომელსაც ჩვენ ასე ძალიან გვაძალებს, რომ უნდა ეს არის ამის სამკურნალო მედიკამენტი, რომელსაც გვაძლევს უფასოდ, არის ჰორმონი, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს ბავშვებზე, იწვევს ჭარბწონიანობას პირველ რიგში და როგორც ჩამჯდარი ბავშვისთვის კიდევ ჭარბი წონა როგორი კატასტროფა არის და ეს კიდევ ცალკე ეს არის კატასტროფა ნამდვილად თვალის კატარაქტას ღვიძლის ფუნქციების მკვეთრად მომატებას ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს ამას უარყოფითი და ეს თუ კი კარგი არის და ჩუქნი ამას რომელიც მართლა არ არის კარგი. ანუ შეიძლება ზოგიერთ მდგომარეობაში თუდიც არის, ხო? ხო, ზრდაშ წვიტავს ამის შემდეგ ბავშვი. ვეღარ ვითარდება, რჩებიან პატარა ასაკში, საიდანაც იწყებენ ამ ჰორმონის მიღებას. და ეს არის კატასტროფული მედიკამენტი ამათთვის. ნუ როცა გაჩნდა ბაზარზე და არის უკეთესი შანსი გადარჩენის 10 წლეულების გვეუბნებიან ეხლა 5 წელი, 10 წელი, 20 წელი იცით ჩვენთვის რამხელა ბედნიერება, ფუფუნება, 20 წელი რომ წყალი შეეძლოს, დალიოს თავისი ხელით. დედისთვის არ ვიცი ეს რამხელა აუწერელი სიხარულია. 20 წელი რომ არ ჩამიჯდეს ეთში, ჩემი ჯერ კიდე მოსიარულია, მე ამისთვის ვიბრძი, ის გენური იმიტომ მინდა. გაუკეთდეს და ძვირად ღირებული როა ზუსტად მაგისთვის მივედი სახელმწიფოსთან და ზუსტად მაგიტომ მოვითხოვე თორემ 100,000-ით რო ყოფილიყო მე არ შევაწუხებდი სახელმწიფოს მეგობრებს შევაწუხებდი უნდა შეაწუხო იმიტომ რომ მილიონის ვალდებულია სახელმწიფო ბავშვების ჯანმრთელობაზე იზრუნოს კი ბატონო ჯერთი აქვთ უფლება ამ ბავშვებს რომ სახელმწიფოდან მიიღონ ყველაფერი რაც ჭირდება ბავშვს და უნდა იყოს ბავშვის პრიორიტეტი არის პირველ რიგში დასაცავი. ამიტომ სანამ მოსიარულია, მინდა რომ იაროს, მაქვს რა, არა მაქვს ამისი იაროს და ფეხბურთიც უნდა ითამაშოს და ყველაფერი უნდა თან ბავშვს კიდევ ერთხელ დავაკონკრეტო, მხოლოდ ფიზიკურად ნადგურდებიან თორე. სხვა ყველაფერი. ულამაზეს ბავშვები არიან, მე შაბათ ნახე. ულამაზესებიც არიან, უჭკვიანესებიც არიან. ყველანაირად საოცრად აზროვნებენ, აი რაღაც საოცარი გამოსვლები ქონდათ. აი შაბათ ბავშვები გამოვიდნენ, როდესაც აქცია დამთავრდა და მოვიხიბლე ამ ბავშვების ინტელექტუალური შესაძლებლობებით. საოცარი ბავშვები არიან, საოცარი. და უყურებს ამას ხელისუფლება და ის ჩვენი ფეოდალი
რომელიც არ რეაგირებს აი ამ ყველაზე დიდ პრობლემაზე. არ ფიქრობს არავინ ბავშვების ჯანმრთელობაზე, მაგრამ მე მინდა პატივცემულო ქალბატონო ტელემაყურებლებს ერთი რამ გავახსენო. საქართველოს სახელმწიფოს ფულით როგორ დაფრინავენ, როგორც ტაქსით საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავით თანამდებობის პირები. როგორ გადაყავთ თავიანთი შვილები ამერიკაში სასწავლებლად. როგორც მახსოვს გაკეთდა განცხადება ბატონი კალაძე როგორ წავიდა თავის ოჯახთან ერთად დასასვენებლად, რომელიც კანონიერი მილიონერია, იმიტომ რომ მილანში მილიონიანი კონტრაქტი ჰქონდა. და ამ ბავშვებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ელემენტარული წამალი, რომ ეტლიდან გაიარონ, ან ეტლში არ მოხვდნენ, ან ელემენტარულად რომ ამ ბავშვებს დაუბრუნდეთ სიცოცხლის სურვილი. აი ამაზე საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ხალხის ფულს ვერ შეეხება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასოდეს საქართველოს ხელისუფლება არ ეკითხება ხალხს, როგორი ხარჯება მათი ფული, თუ ეს ფული ჩემი აზრით ხმარდება იმ დივიდენდებს, იმ პროცენტებს, რომელსაც ქართული ოცნება მიიღებს. სამარცხვინო იყო ქალბატონო ალბათ დამეთანხმებით, ქართული ოცნებისაგან კონტროლირებადი ტელევიზიების განცხადებები თითქოს და თქვენ ქუჩაში დგეხართ და რაღაცას იგონებთ და საქართველოს სახელმწიფო ეხმარება ბავშვებს. ეს იყო სამარცხვინო განცხადება, მე მინდა უთხრა იმ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, ვინც ამ ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ. ყველაფერს აქვს საზღვარი მეგობრებო. ეს ბავშვები ყოველდღიურად ებრძვიან სიცოცხლეს. ეს ბავშვები ყოველდღიურად ელოდებიან წამალს. ეს ბავშვები ყოველდღიურად ელოდებიან იმედს იმისას, რომ ეს ბავშვები შეძლებენ თამარს, გავლას, ადაპტირებას უფრო მეტად საზოგადოებაში და აი ამ იმედს ნუ წაართმევთ იმ ტელეკომპანიის ჟურნალისტები, რომლებსაც სახელმწიფო გაფინანსებთ და რომლებიც ხართ სახელმწიფო და სახელისუფლებო მედია. ყველაფერი შეიძლება იკადროთ, მაგრამ დაავადებულ ბავშვებთან მიმართებაში თქვენ უნდა იყოთ ბავშვების გვერდით და არა ხელისუფლების გვერდით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მე მინდა მივმართო სამედიცინო სპექტრს. სამედიცინო სპექტრი უნდა იყოს ერთიანი. თქვენ უნდა გააკეთოთ კაფეო განცხადება განსაკუთრებით ნევროლოგებმა, რომ აღნიშნული პრეპარატების გარეშე ეს ბავშვები არ მინდა ვთქვა, რომ ფატალურად დაამთავრებენ სიცოცხლეს, რომ ეს ბავშვები ყოველდღიურ წამებაში იქნებიან. თუ თქვენ ხმას არ ამოიღებთ და შეუერთდებით სახელმწიფო მედიას, მეგობრებო, არავინ არ არის დაზღვეული. ყველა თქვენ ოჯახებში შემოაბიჯებს აი ის არასასიამოვნო ვიტყოდი საშინელება, ხო ეს, რომელიც დიუშენით დაავადებულ ბავშვებს და მის მშობლებს დაემართათ, იმიტომ რომ მშობლები, რომლებიც უყურებენ ბავშვის აი ამ მდგომარეობაში ჩაყენებას, რომელსაც ჭირდება სამკურნალო საშუალება და შენი ხელისუფლება არ გეხმარება, ეს არის ძალიან მძიმე ნებისმიერი მშობლისთვის. ამიტომ მოდით გონს სამედიცინო საზოგადოება, მოდით გონს ჟურნალისტები, არ არსებობს სახელისუფლებო და არასახელისუფლებო ჟურნალისტი, როცა ეხება საქმე ბავშვის ჯანმრთელობას. მთელი საზოგადოება უნდა ვიყოთ ერთად. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა აჩვენეს სახელისუფლებო მედიასაც, ხელისუფლებასაც და ხელისუფლების მომხრე ჩემი აზრით ძალიან მცირე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც რეალურად წამს ხელისუფლების და არა, რომელიც თქვა ფულის გამოაძლევენ ხმას. უნდა დაფიქრდეთ, რომ თქვენ სახში შემოაბიჯებს უბედურება. მე მეკვირს იმ ხელისუფლებისაგან ამის გაკეთება, რომელიც ხმების აღებას ცდილობს ქრისტიანული წესების დაცვით. რა წერია ბიბლიაში? უნდა დაეხმარო ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვს. მარტო
ბიბლიაზე ხელის დადება და ჯვრის ჩამოკიდება მისვლა საეკლესიო დღესასწაულებებზე იმისათვის რომ მორწმუნე საზოგადოებამ შენ დაგინახოს ეს არის მეგობრებო ბიბლიაში წერია ფარისევლობა ანუ მე ვხედავ რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტური უმრავლესობა არის ფარისეველი ეკლესიაში ადამიანი რომ შედის პირჯვალს გადაიწერს განსაკუთრებით მაშინ როცა ეზიარება ის უნდა იყოს განსაკუთრებულად კეთილი და ეს სიკეთე უნდა გამოიხატოს ბავშვებთან მიმართებაში მიეცით წამალი ბავშვებს ძალიან ცუდად დაამთავრებს არ შეიძლება უფალმა გაპატიოთ ასეთი გულგრილობა ბავშვებთან მიმართებაში პატივცემულო ქალბატონო თქვენი შეფასებით თქვენ ხართ საკმაოდ გათვითცნობიერებული ახალი მედიკამენტების მიღებაში, ვთქვათ, ამერიკაში, ევროპაში, აი ბავშვების მდგომარეობა, აი ამ მედიკამენტების მიღების შემდეგ. ალბათ გეცოდინებათ, როგორი მიმართულებით განვითარდა, რა შვება მიიღეს ბავშვებმა და როგორ ხდება ამ ბავშვების, ამერიკელი და ევროპელი ბავშვების ადაპტირება სამოქალაქო სექტორში უფრო ძლიერად. აი ერთ-ერთი არის ქართველი ბავშვი, რომელიც სამი ბავშვი არის სულ საქართველოდან ვინც მოახერხა გავიდა და ეს ბედნიერება მიიღეს წამალი და სამივეს მდგომარეობა შეიცვალა მკვეთრად კარგი მდგომარეობისკენ. ბავშვები, რომლებიც ვერ ადიოდნენ კიბეზე, ვერ თამაშობდნენ, ვერ დახტოდნენ და ეხლა ვხედავ და ძალიან მიხარია და ბედნიერებით მებჯერ მიტირია რომ მეც როდის მოვესწრები იმ დღეს როცა ჩემი შვილი ასე ავაგებდა. რომელ ქვეყნებში არის ხო? ამერიკაში, იტალიაში, გერმანიაში. და ეს ფაქტები მე ყოველ დღე მიგზავნის ჩემი შვილი და რძალი იმ ბავშვების სურათებს, ვიდეოებს, ნახეთ როგორი შედეგი აქვთ, გახარებული არიან. აი იქნებ მიაწოდოთ ეს ნახონ როგორები არიან უკვე ამ წამლების შემდეგ ეს ბავშვები იქნებ მაგრამ დაჯერება არ უნდათ რაღაცის დაჯერება არ უნდათ თორე ალბათ ძალიან კარგად იციან რომ ეს მედიკამენტები არის ეფექტური და ხარისხიანი და ეს ბავშვები უკვე არიან ბედნიერები და მშობლებიც ბედნიერები არიან სამწუხაროდ ერთი ძმა არ არის ამერიკელი და არის ქართველი მისი მშობლები საქართველოში მეორე შვილისთვის იბრძვიან ერთი გადაარჩინეს ამერიკაში გაუკეთა ამერიკელი მოქალაქე იყო ბავშვი მეორე ქართველი მოქალაქე არის ამიტომ საქართველოში ჩვენთან ერთად დგას კანცელარიის წინ და ვითხოვთ ერთად წამალს და ის ითხოვს მეორე შვილისთვის იმ წამალს ორი ბიჭები ყავს და ორივე ბიჭებს ლომების დაავადებაა ეს საერთოდ და მეორე ბავშვიც აღმოაჩნდა სამწუხაროდ. აი ეს განსხვავება ახლა ამერიკაში არის ამერიკელი მოქალაქეა და ამ ბავშვის უფლება დაცულია, საქართველოში არის ბავშვები და არ არის საქართველოს ბავშვების უფლება დაცული, არის აგერ სახეზე ფაქტი. გამოდის საქართველოს ხელისუფლება და ლანძღავს ევროპულ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით გერმანიას. გერმანიის ერშთან მიმართებაში კეთდებოდა არაპოლიტიკური ბინძური განცხადებები. მე მინდა უთხრა საქართველოს ხელისუფლებას. გერმანიის მთავრობამ შეიფარა საქართველოს ბავშვი, იტალიის მთავრობამ შეიფარა საქართველოს ბავშვი, ესენი არიან ევროკავშირის ქვეყნები. გერმანია არის ევროკავშირის ლიდერი ქვეყანა. როდესაც საქართველოს ხელისუფლება გამოდის და ლანძღავს გერმანიას და იტალიას გერმანიის ხელისუფლება ზრუნავს ქართველ ბავშვზე. რა გამოდის? გერმანიის მთავრობას უფრო უყვარს ეს ქართველი ბავშვი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას. ეს გამოდის ხო ქალბატონო? ზუსტად ასე ვხედავთ ახლა სურათი, რაც არის მონაცემები ჩვენ მდგომარეობაში. ზუსტად იმას ვხედავთ, რომ არავინ არც ერთი ბავშვი არ არის, ეს მარტო ჩვენ შვილებს არ ეხება. ზოგადად არავის შვილი არ არის დაცული საქართველოში და ბავშვი. ამით ამტკიცებენ, რომ ბავშვების უფლებებს არ ღვევენ და არც ემენ პატივს საქართველოში. საქართველოში ძალიან ბევრი ამებს არ ღვევენ და განსაკუთრებით ბავშვთა უფლებებს, როდესაც
ამ ბოლო ხანებში გახშირდა არასრულწლოვანი მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენა, მაშინვე გამოვიდნენ და კანონმდებლობის გამკაცრება მოითხოვეს. კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული და ვინც სავარაუდო დანაშაულს ჩავიდნენ, უნდა პასუხი ეგოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება რო ჩადიხარ დანაშაულს დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან მიმართებაში. თქვენ პასუხს ვინ მოგთხოვთ? აი ეს კითხვა უნდა დაისვას. ვინ მოგთხოვთ პასუხს? რა თქმა უნდა პასუხი მოგთხოვოთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. მაგრამ მოდის არჩევნებზე მიდის ერთი ადამიანი და იმ ერთი ადამიანიდან ჩემი შეფასებით რაც მე ვაგვირდები არჩევნებს 400 იღებს ქართული ოცნება. რაში გჭირდებათ ასეთი ხელისუფლება, ასე უკანონოდ მოპოვებული ხელისუფლება, როდესაც არ ზრუნავთ ბავშვებზე. თქვენ ხომ ამბობთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავთ საქართველოს მოსახლეობაზე. თურმე გერმანია ცილკწამებთ, თურმე იტალია ცილკწამებთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოსთან წასულ ბავშვზე, ქართულ ბავშვზე იტალია ზრუნავს, გერმანია ზრუნავს, ამერიკის ხელისუფლება ზრუნავს, მაგრამ არ ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება. და ეს სახელმწიფოები ცუდები არიან და თქვენ ხართ წესიერი და ღირსეული სახელმწიფო. საერთოდ საქართველოში რომ სამოქალაქო საზოგადოება იყო ძლიერი და არ იყო სახელისუფლებო მედია, რომლებიც ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებს და ადამიანს აღებინებს არასწორ გადაწყვეტილებას არჩევნების დროს. ეს რო არ იყოს, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ქართული ოცნება დიდი ხანი წასული იქნებოდა ხელისუფლებამ. მარტო ეს, რომ დიუშენი დაავადებულ ბავშვებს წამალს არ აძლევთ, არ შემოგაქვს წამალი. მე მრჩება შთაბეჭდილება და ძალიან ბევრ ადამიანსაც, რომ სწორედ იმიტომ არ შემოგაქვს წამალი, რომ ეს ბავშვები თქვენ ხმას ვერ მოგწევენ. ეს ბავშვები თქვენ ათასობით ხმას ვერ მოგიტანენ. აბა ეს იყოს, თქვათ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები. ეხლა რომ გასულიყო საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე. მინიმუმ 30 მილიონი ხო გამოყოფილი იქნებოდა და ამ რა ქვია წარმატებისთვის სპორტსმენები დაჯილდოვდებოდნენ. ხალხო, თქვენ ფულს აძლევთ მილიონობით თანხას ოლიმპიურ ჩემპიონებს. ძალიან კარგია რომ აძლევთ, იმიტომ რომ მე ძალიან მეყვარს სპორტი და მიმაჩნია რომ ეს ხალხი არის ძალიან დამსახურებული. მაგრამ პროპორცია ხო უნდა დაიცვას. თუ მაგალითად ოლიმპიურ ჩემპიონს რამოდენიმე მილიონი უნდა მისცეთ. ამ ბავშვმა რა დააშავა? ამ ბავშვს არ შეუძლია თავისი დაავადებიდან გამომდინარე ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს. არ შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს, რომ ხელისუფლების კეთილი განწყობა დაიმსახუროს. იმისათვის რომ ამ ადამიანებს ჭირ დაავადება ხელისუფლებამ სასიკვდილოდ უნდა გაწიროს. თქვენ ხართ ხალხო ხელისუფლება? ნეტავ როგორ არ გწვენიათ საერთოდ, რომ გამოდიხართ და თქვენ თავს ხელისუფლებას ეძახით. ბატონო, აი თქვენ იყავით საპატრიარქოში. ჩვენი ახალი პატრიარქი შიო მესამე შეგფირდა დახმარებას. არის თუ არა რაიმე ნაბიჯები გადადგმული ამ მიმართულებით და ფიქრობთ თუ არა რომ საქართველოს პატრიარქმა, როგორც ეს გააკეთა ილიას უნივერსიტეტმა, უნდა გახსნას ანგარიში, გამოაცხადოს, უნდა დავეხმაროთ ბავშვებს და თუ ილიას უნივერსიტეტმა შეძლო 2 მილიონის აგროვება, მე ვფიქრობ, რომ პატრიარქის განცხადების შედეგად მინიმუმ 20 მილიონი აგროვდება. იმიტომ რომ საქართველოში პატრიარქი ეს არის სიმბოლო სიკეთისა, ღირსების, ადამიანურობის და პატრიარქი სარგებლოს უდიდეს სიყვარული ჩვენმა უსაყვარლესმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში შექმნა პატრიარქის კულტი. იმდენად უყვარდა ხალხს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომ 3 მილიონი ადამიანიდან 1,5 მილიონი მივიდა და სამძიმარე გამოუცხადა უწმინდესი და უნეტარესის გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქოს და პატრიარქის ოჯახს. საპატრიარქოსთან შეხვედრა, მე ვფიქრობ, არ უნდა დარჩეს
შეხვედრისთვის, როგორც ეს იყო ჯანდაცვის მინისტრთან. აი ქალბატონმა აზამ ბრძანა რომ 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრები. რადონის ბინძური უნდა იყოს ხელისუფლება რომ 2 წლის განმავლობაში იცი რომ ამ ადამიანების, ამ ბავშვების ჯანმრთელობა თითქმის უარესდება და წამალი არ მისცე ბავშვებს და 2 წელი გაწელო. ამ 2 წლის განმავლობაში ხო შეიძლებოდა ბიუჯეტში ყოფილიყო შეტანილი 50 მილიონი ლარი, ან ყოველ წელს შეიტანეთ 10 მილიონი ლარი. კომპანიები გეუბნებიან, რომ წამალს შემოვიდანთ განვადებით. 10 მილიონი ლარი სახელმწიფოს როგორ არ უნდა კონდეთ, რომ ბიუჯეტში შეიტანოს. რა თქმა უნდა აქვს. ელემენტარულად თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს 6 მილიონი ნახევარი ქონდა სახში, რომელსაც ეს ჩვენი ოლიგარქი ეძახოდა ფეოდალი, ჩემი ახალგაზრდობაო და მეორედ მოაბრუნა, თუ მას 6 მილიონი ნახევარი უნდა კონდეთ. ამ ბავშვებს წამალი არ უნდა კონდეთ? ხო უნდა დაფიქრდეთ ელემენტარულად საქართველოს ხელისუფლება, საით მიყავთ საქართველოს. ეს ხო არ არის პოლიტიკური მოთხოვნა. მე მიგვირს მაგალითად კობახიძემ როგორ არ დაარქვა ამ მოთხოვნას პოლიტიკური მოთხოვნა. მისგან ძალიან მიგვირს. იმიტომ რომ ელემენტარულად როდესაც საქართველოს ხელისუფლება რაღაცაზე ვერ რეაგირებს, ან ცუდად რეაგირებს, მაშინ ეძებს დამნაშავეს ევროკავშირში, ან პოლიტიკურ მოთხოვნად ასაღებს საზოგადოებრივი საჭიროების თემაზე დისკუსიას, ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გაკეთებულ მოთხოვნას და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში დიუშენით დაავადებული ბავშვები არიან ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ფენა და მათ უნდა საქართველოს ხელისუფლება მისცეს წამალი. პატივცემულო ქალბატონო აზა, აი დრას ფიქრობთ თქვენ, როგორი უნდა იყოს მომავალი ნაბიჯები თქვენი და ელოდებით თუ არა, რომ აი საპატრიარქო გადადგანს ქმედით ნაბიჯებს. მე რომ უყურებ საქართველოს ხელისუფლება აი ესეთი უაზრო განცხადებების ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა თქვენ დაგეხმაროს. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ჭირს ერთი უბედურება. როცა ხედავთ რომ სამოქალაქო საზოგადოება გაბრაზდა, მათ ეშინიათ შიშის სინდრომი აქვს. ვაიმე ხელისუფლება არ დაკარგონ, იმიტომ რომ რასაც ესენი აკეთებენ, მე ვფიქრობ, რომ ახალი ციხის აშენება დაგჭირდება. ჩვენ უყურებთ ქალბატონ აზა პირდაპირ ეთერში სატელევიზიო ჟურნალისტი აჩვენებს, რომ მანქანის ავში, სადაც მიდის, თქვა 70-80 ლიტრი საწვავი 150 ლიტრას ასხავს ერთ-ერთი ან გუბერნატორის მოადგილე თუ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ხო? და ესეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იქნება. იმ გუბერნატორს ჭირდება, თქვათ, იმდენი ბენზინი, სახელმწიფომ ეს ფული უნდა გაიღოს, იმიტომ რომ თავისი ჩინოვნიკი შეინახოს და ელემენტარულად დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის ფული არ არსებობს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქალბატონო აზა, აი მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქი შიო მესამე უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს და რაც ილიას უნივერსიტეტმა გააკეთა, იგივე რომ საპატრიარქომ გააკეთოს, პატრიარქს აქვს უდიდესი გავლენა. უნდა მიმართოს იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ფული, ვისთვისაც 50, თქვათ მილიონი ლარი კი არა, 50 მილიონი დოლარი არაფერი არ არის და თუ საპატრიარქო ამ ბრძოლაში იქნება რეალურად თქვენს გვერდით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფული აგროვდება და თვითონ ხელისუფლებასაც შეეშინდება, რომ საზოგადოებას ამ დონეზე დაუპირისპირდეს. გამოჩნდა უკვე, რომ საზოგადოებამ უთხრა, რომ ეს ფული უნდა გამოიყოს და ბავშვებს უნდა მიეცეთ წამალი. აი თქვენს რას ფიქრობთ, როგორ იქნება მშობლების მომავალი ნაბიჯები, რომლებიც ქუჩაში დგეხართ და გაქვთ თუ არა რაიმე სიმედი? რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, პირველ რიგში უფლის იმედი გვაქვს და მგონია რომ უფალი მიგონა ზუსტად იმ გზაზე და შევხვდით დაუშვეს რომ შევხედროდით საპატრიარქოს იყო მოლაპარაკება, არის დაპირება და ველოდებით ამ დაპირების უკვე ქმედით ნაბიჯებზე რაც განხორციელდება და რაც იქნება შემოთავაზება, რაც ჩვენ თხოვეთ იქიდან ალბათ არ გითხოვია ისეთი რამ ვითხოვთ წამალს და ვითხოვთ ამძამლების თვის რაც შესაძლებლობები აქვთ მათ გააკეთონ ისე ვთქვი რომ გვიშვამდგომლონ ფონდების შექმნაზეც ვისაუბრეთ და ამასაც დაგვირდნენ რომ გააკეთებენ ჩვენ ველოდებით ახლა ზარ საპატრიარქოდან სადაც უკვე ოფიციალურად განვიხილავთ რა გადაიდგმება პირველი ნაბიჯი და
რა იქნება ამ ბავშვებისთვის გადამრჩენი საკითხები განხილული იქ ველოდებით ზარს და მაქვს იმედი ფონდებს ვიშეკბირდა საპატრიარქო? ნუ დაგვეხმარებიან ხო რაღაც ეს რო არ მოხდეს ახლა საპატრიარქოს უფრო დიდი გავლენაც აქვს ამ ყველაფერთან და არის ახლა ამაზე საუბარი რომ შეიქმნება რაღაც ფონდი და იქნებიან ჩართული პროფესიონალური მხრივ. ამიტომ მაქვს დიდი იმედი, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს ჩვენი ხელისუფლებიდან, რომლებიც დადიან საზღვარგარეთ ფორუმზე, სადაც იყო ახლა ჩაბრძანებული ბატონი მიხეილი და გააკეთა იმ ფორუმიდან განცხადება, რომ აქ არ განიხილება ეს მედიკამენტებიო, უსმენს ისეთ რაღაც გაურკვეველს გვეუბნება, რომ ეს დაავადება სულ არ იყო განხილული, ახლა სადაც იყო ჟენევაში ჩასული და იქედან გვესაუბრება, რომ მედიკამენტი არ არისო, აქაცო. ამ დროს, როდესაც 24 მაისი იყო, თუ არ ვცდები, არა, ვიცი ზუსტად რომ იყო მადრიდში შეხვედრა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების პროფესორები ყველა ხვდებოდნენ ერთმანეთს და იქ უნდა ყოფილიყო ჩასული და იქ გაიგებდა ზუსტად რაც ხდება სინამდვილეში, რომელი მედიკამენტები არის ბაზარზე გამოსული და როგორები არის ესენი რომ მიაწოდეს და სხვაგან ამას ვერ გაიგებს. ჭორის დონეზე ნათქვამს ამას არავინ დაუდასტურებს. აი ზუსტად იქ უნდა მიდიოდნენ, ექიმებიც იქ უნდა მიდიოდნენ და უნდა გვეხმაურებოდნენ და უნდა ეხმაურებოდეს ჩვენ ხელისუფლებას ის იარაღი, რომელიც არის მედიკამენტი დიუშენის საბრძოლველად, მათ უნდა კონდეთ ხელში და მათი ინტერესი უნდა იყოს ზუსტად აქეთ მიმართული, რომ უნდა მოიტანონ და უნდა გადაარჩინონ ბავშვები ასე და ამიტომ ვფიქრობ, რომ არც ერთი მხარე არ არის აქედან ახლა ჩართული ისე, რომ რაიმე სახელმწიფოდან დიდი იმედი მქონდეს. მაგრამ უფლის იმედი მაქვს კიდევ და ვაკონკრეტებ და ვფიქრობ, რომ მივალთ იმ გზაზე მაინც. ჩვენ რამდენიმე თვეც რომ მოგვიწიოს იქ ყოფნა, სახლში წამოსასვლელად მიზეზი არ აქვს. თან მნიშვნელოვანი იყო აი ეს შაბათის აქცია. ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. ანუ სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო გამოფხიზლება და მიხვდა, რომ საქართველოს არ ყავს ხელისუფლება. რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის ბავშვის სიცოცხლე. ნებისმიერი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის ბავშვის სიცოცხლე და საქართველოს ხელისუფლება აჩვენებს, რომ მათთვის პრიორიტეტი არ არის ბავშვის სიცოცხლე. იმედენად გულანთებული ადამიანები ვნახე მე იქ. ყოველ შაბათს ხო არის ეს მსვლელობა. აქედან გამომდინარე ყოველ შაბათს მე ვფიქრობ, რომ ხალხი უნდა მოემატოს. საქართველოს ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ხალხის სიმრავლის. მე მინდა ახლა მოსახლეობას მიმართო. შაბათ ჩვენ შევიკრიბებთ რუსთაველის მეტროსთან, რომელსაც ყოველთვის ვიკრიბებოდი 18 საათზე. კვირის მარში არის. კვირის მარში გავა. ეხლა კვირის მარში იქნება. ხო, ეხლა კვირას ვიყავით, ჩვენ შაბათს არ ვიყავით, კი, კვირას ვიყავით, კი. აი ეს კადრებიც მაშინ გადავიდა. მაგრამ მაშინ რაღაც დაემთხვა. კი, მაშინ იყო, ხო, ის რა ქვია, აქცია იყო. ხო, ამიტომ გადავიტანეთ რის ნახევარზე, მხოლოდ იმ დღეს და ანუ ჩვენ ეხლა 6 საათზე ვიკრიფებით კვირას. აუცილებლად საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების გვერდში თქობა. ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არის სამოქალაქო სოლიდარობის აქცია, აქცია სოლიდარობის ბავშვებთან მიმართებაში. გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე, დავეხმაროთ ბავშვებს. დავეხმაროთ ბავშვებს, რომ მათ მიიღონ წამალი, რომელიც ჭირდება მათ მკურნალობას. აუცილებელი მედიკამენტი და ყველა ჟურნალისტმა, ყველა სამედიცინო სფეროს მუშაკმა ეს უნდა ჩაიდოს თავში. ვინაიდან ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ დიუშენი დაავადებულ ბავშვებს წამალი არ მისცეს, დიუშენი დაავადებული ბავშვების წამლის მიღების ვადა გააჭიანუროს, ის ხდება ჩემი აზრით თანამონაწილე იმ საშინელი დასასრულისა, რაც შეიძლებოდა ელოდებოდეს ამ ბავშვებს. თანამონაწილე და ის დაფიქრდეს უნდა ნებისმიერი ადამიანი, როდესაც სახში მიხდიხართ თქვენ
ხელისუფლება და თქვენ შვილებს ისვავთ კალთაში ეფერებით, უნდა წარმოიდგინოთ, რომ ასევე უნდა რომ თავის შვილს ასევე მოეფეროს დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი. როდესაც თქვენი შვილი დაკავთ ფეხბურთზე და ელოდებით რომ ის ახალი მარადონა გაიზრდება, ახალი მესი გაიზრდება, ახალი რონალდო გაიზრდება, ისევე დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელს აქვს ოცნება, რომ მათმა შვილმა ფეხბურთი ითამაშოს, კალათბურთი ითამაშოს, წყალბურთი ითამაშოს. უნდა გქონდეთ ღირსება, უნდა გქონდეთ მორალი, უნდა გქონდეთ ადამიანის გვერდში დგომის ელემენტარული სურვილი. არ შეიძლება მხოლოდ არჩევნების წინ გახსენდებოდეთ სამოქალაქო საზოგადოება. არ შეიძლება მხოლოდ არჩევნების წინ დადიოდეთ უპატრონო ბავშვების თავშესაფარში და იქ მიტანილი დახმარება შემდეგ ტელეკომპანია იმედმა აჩვენოს თუ როგორი კარგი ხელისუფლება ყავს საქართველოს. თქვენ თუ ცხოვრობთ ბიბლიურად, ბიბლიაში არის პირდაპირ ჩაწერილი, რომ არ შეიძლება როდესაც ადამიანს ეხმარები ამისი გასაჯაროვება. არ უნდა იცოდეს შენმა მარჯვენმა ხელმა რას აკეთებს მარცხენა ხელი და პირიქით. უნდა იყო კეთილი, უნდა იყო ღირსეული, უნდა იყო ქრისტიანი. ქრისტიანობა არის სიყვარული, ქრისტიანობა არის ურთიერთპატივისცემა, ქრისტიანობა ურთიერთდახმარება და ქრისტიანობა არის ბავშვებს ბრუნვა. მთელი მსოფლიო შეჯერდა, რომ იზრუნოს ბავშვზე. ახლა მთელი მსოფლიო არის შოკში, რაც ხდება უკრაინაში. ბავშვების გამო, რომ 1500-ზე მეტი ბავშვი არის დაღუპული. არის სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტები. მთელი მსოფლიო არის გაერთიანებული იმისათვის, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს საჭმელი. მე მინდა შევახსენო საქართველოს ხელისუფლებას უდიდესი ამერიკელი მსახიობი ოდრი ჰეპბერნი, რომელიც 80-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა აფრიკაში, გაიგო რომ ბავშვები შიმშილობდნენ, დაიწყო ბავშვების დახმარება, მიმართა მთელ მსოფლიოს ლიდერებს და მოუწოდა რომ აფრიკელ ბავშვებს დახმარებოდნენ. მთელი მსოფლიო გაერთიანდა და აფრიკელმა ბავშვებმა მიიღეს დახმარება. ოდრი ჰეპბერნი იქ დაავადყოფდა, ჩამოვიდა და გარდაიცვალა. უდიდესი ამერიკელი ვარსკვლავი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც რომაული არდადეგები, რომელთაც ოსკარი მიიღო, წლის საუკეთესო მსახიობად დასახელდა, გვიყვარს მისი ფილმები ძალიან, როგორ მოვიპაროთ მილიონი, საუზმე ტიფანისთან და ასე შემდეგ. აი ის ადამიანი, რომელიც იყო უმდიდრესი, იყო პოპულარობის ზენიტში, წავიდა აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად. ეს რატომ მოუყევი? საქართველოს ხელისუფლება, ხალხო, ოდრი ჰეპბერნი ეხმარებოდა აფრიკელ ბავშვებს. თქვენ საკუთარ ბავშვებს არ უნდა დაეხმაროთ? უბრალოდ ეს ხო აი რაღაც უხილსების უმაღლესი ფორმაა, ჩემი აზრით. საქართველოს ბავშვებს არ უნდა დაეხმაროთ, ქართულ ოჯახებს არ უნდა დაეხმაროთ. რა თქინდათ ხალხო ესეთ ხელისუფლება, რომ ქუჩაში ვერ გამოყვიდეთ. რა თქინდათ ეგეთი ხელისუფლება? ადამიანებს ხელისუფლებაში მოშლა უხარიათ, იმიტომ რომ სხვებს დაეხმარონ. იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, შეიძლება ზოგიერთ ქართული ოცნების წარმომადგენელი ფიქრობთ, იმ ქვეყანაში რომ წახვალ მზითვები უნდა წაიღოთ. მზითვიანი მკვდარი, მინდა ქართულ ოცნებას უთხრა, არავის არ უნახავს. ადამიანს მიაქვს იმ ქვეყანაზე პატიოსნება, ღირსება და როდესაც სამუდამო სამუშაოს წინაშე წარსდგება, აი დღევანდელ ხელისუფალს მიმართავ ირაკლი კობახიძეს. უნდა იამაყო იმით, რომ დიუშენით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარე. უნდა იამაყო იმით, რომ გაჭირვებულ ბავშვს დაეხმარე. უნდა იამაყო იმით, რომ შენ გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე. აი ეს უნდა იყოს საამაყო და არა ის რომ ვთქვათ სახელმწიფო თვითმფრინავით ქართული ოცნების ჩინოსნავნი, მაღალჩინოსანი თავის ოჯახთან ერთად გადაფრინდეს და კარგად დაისვენოს. იყო საქართველოში ძალიან დიდი გასაჭირი,
როდესაც დენი არ იყო, როდესაც გაზი არ იყო, როდესაც წყალი არ იყო, მაგრამ იყო სიყვარული. ურთიერთანა დგომა იყო. ელემენტარულად პურის ცირკში რო იყვნენ ადამიანები და ამბობდა ზოგიერთი მოქალაქე რომ მას შია მით უმეტეს რომ ის პური მათ არ ეყოფოდათ მოქალაქეს უყოფდნენ. თქვენც ასე უნდა მოიქცეთ. მოგიწოდებთ მე ზაზა ხატიაშვილი, უფლებადამცველი და დაეხმარეთ ქალბატონ აზას შვილიშვილს. დაეხმარეთ სხვის შვილებს, სხვის შვილიშვილებს. მიეცით წამალი ბავშვებს. დღევანდელი გადაცემა ამით მინდა დავამთავრო, პატივცემულო ტელემაყურებლებო, მე მინდა იმედი ვიქონიო, როგორც ქალბატონმა აზამ, რომ საქართველოს საპატრიარქო, სამოქალაქო საზოგადოება უფრო მეტად ჩაებმება ამ პრობლემის მოგვარებაში და დიუშენით დაავადებული ბავშვები მიიღებენ მკურნალობის ისეთ კურსს, როგორც ამას იღებენ ამერიკელი ბავშვები და ევროპელი ბავშვები და უნდა იმ სამი ჩვენი ბიჭის ისტორია, რომლებიც წავიდნენ, ჩაბარდნენ მათი მშობლები ერთი იტალიაში, ერთი გერმანიაში, ერთი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ სახელმწიფოებმა დაიწყეს ამ ბავშვებზე ზრუნვა, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოები არ ასწავლებენ ქართველ ბავშვს ამერიკელი ბავშვისაგან. იზრუნეს ყველა ბავშვზე და მათ შორის ქართველ ბავშვზე და საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებ, რომ უფრო აქტიურად დავეხმაროთ მშობლებს, რომლებიც ითხოვენ ხელისუფლებისაგან. მიეცით წამალი ბავშვებს. კარგად ბრძანდებოდეთ, ეს იყო ჩემი საავტორო გადაცემა, დღეს თემიდან გადავუხვიე, მაგრამ ეს იყო აუცილებელი, ვინაიდან ჩვენ ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი მომავალი თაობის აღზრდაზე, განვითარებაზე, ჯანმრთელობაზე და ხელშეწყობაზე. კარგად ბრძანდებოდეთ.